მოკლედ თავრობამ აღარ ისაუბროთო ჩვენზე ცუდად, თორე ყველას დაგხურავთო, გაუგზავნეს ფორმულას, TV პირველს, სხვადასხვა არხებს, ხო? ესე იგი რეჟიმი არ გვიწოდოთო, მოგვეფეროთო, ძვირფასები დაგვიძახეთო, არალეგიტიმურები არ გვეძახოთო, იქ კობახიძეც კარგად მოიხსენიოთო, მოკლედ თუ ჩვენ როგორც გინდათ ისე არის საუბრებთო, ნუ კანონის შესაბამისად უკვე ისეთი კანონები მივიღეთო ჩვენ, რომ დაგხურავთო. და ამასობაში ვიღაცებს გონია რომ ივანიშვილი ახლა თვითმმართველობის არჩევნებს ჩაატარებს რაღაცა თავისუფლად და ჩვენო მოვიგებთო რაღაცა ქალაქებს, ნუ ამ სიგიჟებს რო ყვებიან, მე მგონი რომ მინიმალური უხერხულობა მაინც უნდა კონდეთ, მით უმეტეს იმ ფონზე რომ პარტიების აკრძალვასაც აპირებენ, ხო? ყველაფერი დაანონსებული აქვს, დინარაძე დაადგა ხელი მოიღერა ბრიფინგზე და თქვა რომ აი ამ პარტიას აკრძალავ იმას, ანუ პოლიტიკას განსხვავებულ აზრს გძალავენ, მედიებს აგერ ცენზურას უწესებენ, ან ესე, ან კარგად მოგვიხსენიებთ, ან პეპლები გექნებათ ეთერში, ან თუ ჩვენზე ცუდად ისაუბროთ, დაგხურავთ. ეს შეტყობინები მიიღო ოპოზიციურმა მედიებმა და ამასობაში გარკვეული ჯგუფი ამბობს, რომ აი ხა ჩვენ იქნება არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. აი, მას სირცხვილია, უდიდესი სირცხვილია ამაზე მსჯელობაც კი ამ პირობებში. ერთადერთი გამოსავალი უნდა გავიგოთ ივანიშვილის რეჟიმის დამხობა საქართველოს ივანიშვილის გარეშე. მხოლოდ ამ პირობებშია შესაძლებელი მართლა არჩევნებში მონაწილეობა და მართლა არჩევნების ჩატარება. ჩვენც გვინდა არჩევნები, ოღონდ არჩევნები გვინდა და არა ბიზინა ივანიშვილს ტაბლო უჭირავს და რასაც უნდა იმას დაწერს, ისეთი არ გვინდა. ნამდვილი არჩევნები მართლა ყველას გვინდა.